გამარჯობა მადლიცემულო პუბლიკა. როგორ ბრძანდებით დღეს? მზად ვართ, რომ დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი საღამო. ოპერატორები მზად არიან, ხმა მზად არის, მოჭიდავეები მზად არიან, საჯებიც მზად არიან. მაყურებელი თუ მზად არის, გამაგებინეთ ერთი. შესანიშნავი, თუ მზად ვართ, მას დავიწყოთ. გამაგრებლინგი დღეს გამა ფაითოლში. აქ არის გამას კვინტეტისთვის მზად ვართ მეგობრებო. სანამ მე გამოვაცხადებდე უშუალოდ გუნდებს, მე მინდა დიდი მადლობა მოუხადო ყოველივე თქვენთაგანს, რომ დაგვაფასეთ და მობრძანდით. უღრმესი მადლობა ყველა გრეპლინგის მოყვარულს და გულშემატკივარს. აპლოდისმენტები მეგობრებო. უღრმესი მადლობა ჩვენს YouTube მაყურებელს. თუ მოგწონს გრეპლინგი, გაგიმართლა. იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვე ვაპირებთ ასეთი ივენთების ჩატარებას და გამოვლენას, თუ ვინ არის ყველაზე ძლიერი და სასტიკი გუნდი საქართველოში გრეპლინგის დარგში. გავარკვიოთ ერთად. აპლოდისმენტები მეგობრებო. მე მინდა უღრმესი მადლობა გადაუხადო ასევე ჩვენს სპონსორებს. უპირველეს ყოვლისა BG Project Georgia, კონსტრუქციული საპროექტო ბიურო. ხომ მოგწონთ ჩვენი Fight Pit-ი? მათ დაგვიპროექტეს ეს მხოლოდ Fight Pit-ი არ არის, როგორც მოგახსენებათ, აკვე მუშტიკრივის რინგიც იყო, MMA-ის ოქტაგონიც. ამიტომ დიდი მადლობა BG Project Georgia-ს. აპლოდისმენტები მათ. ასევე უღრმესი მადლობა შენი პირადი სარეკლამო სააგენტოს, რომ ეს ჩვენი რინგი გაგვილამაზა. უღრმესი მადლობა და აპლოდისმენტები შენი სარეკლამო სააგენტო. ასევე დიდი მადლობა ჩვენ სპონსორებს, კომპანია New Generation Technologies და Global Promotion Group. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ასევე სანამ ორიოდე სიტყვით მოგახსენებდით წესებს, მინდა რომ ჩვენი მსაჯები გაგაცნოთ. რეფერი რინგზე საბა ბეგაძე. გვერდით ამსაჯები მარიამ გოგიშვილი, გიორგი ხინჩაგაშვილი. ასევე მივესალმოთ ჩვენს კომენტატორებს. თემო მამაცაშვილი, გიორგი კახიანი. მაშასე, ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ წესებს. სულ ჭიდაობს გუნდი გუნდზე. გუნდის შემადგენლობა 5 კაცი. მათი ჯამური წონა არ უნდა აღემატებოდეს 400 კილოგრამს. გუნდების რო გამოვაცხადებ, გამოვლენ რინგზე და ჩვენ ავაგდებთ მანეთს, ასე ვთქვათ, რომ ავარჩიოთ ვის შემოყავს თავის პირველი მებრძოლი. შემოყვანილი მებრძოლს მეორე გუნდი დაუპირისპირებს თავის მოჭიდავეს ბოდიშით, მებრძოლი თლაც სწორი სიტყვა არ არის. და გამოვავლენთ 5 წუთის განმავლობაში მათ შორის ვინ არის ძლიერი. ეს გამოვლინება მოხდება ან მახრჩობელა, ან მტკივნეული ილეთის მეშვეობით. არანაირი ქულები არ არის, ასევე ყველა სასტიკი ილეთი ნებადართულია. მხოლოდ ერთი რამ არ შეიძლება, რომ სანახაობა არ დაიკარგოს, რინგიდან გადმოგდება განზრახ და გარდიდან დასლემება. სხვა ყველაფერი ნებადართულია, ყველანაირი ტვისტერი, ხილხუკი და ასე შემდეგ. მოსულა ჭიდაობა როგორც დგომში, ასევე რა თქმა უნდა დაბლაც. მოგებული რჩება და იღებს მოწინააღმდეგე გუნდის მეტოქეს, წაგებული კი გადის.
როგორ მოგწონთ ასეთი წესები? ძალიან სასტიკი ხო არ არის? კეთილი. თუ კიდე ერთი მომენტი მინდა ვთქვა, თუ მოცემულ დროში submission-ი არ მოხდა, ჩვენი მსაჯები გადაწყვეტენ თუ ვისია უპირატესობა და დომინანტურ პოზიციიდან მიეცემა 1 წუთი დამატებით, რომ submission-ი დაამთავროს. ასევე თუ submission-ით ვერ დაამთავრა დომინანტურ პოზიციიდან მებრძოლმა, რომელსაც უპირატესობა აქვს, მაშინ შანსი მიეცემა მის მეტოქეს და გამოვლინდება გამარჯვებული იმის მიხედვით, თუ ვინ უფრო მალე დაასაბმიტებს, ან ვინ უფრო მალე გამოვა submission-იდან. იმედია, რომ ძალიან თავი არ მოგაბეზრეთ წესებით, უბრალოდ მინდა რომ მიხვდეთ თუ რა ხდება რინგზე და რის გამო მოიგებს თუ წააგებს ესა თუ ის სპორტსმენი. მაშასე, მზად ხართ გუნდების წარდგენისთვის? მაშასე, მე მინდა გუნდები წაროვადგინო და მეგობრებო, არავინ არ დაიშალოთ, როცა გუნდები დაამთავრებენ თავის შერკინებას. ჩვენ დღეს ასევე გველის სუპერ ფაითი აირონ ლაშა როინიშვილი ჩვენს ფაით პიტს გაიზიარებს ნიკოლოს შერვაშიძესთან. რა აზრის ხართ ამაზე? კეთილი. მაშასე, მე უკვე მოუთმენლად და გულის ფანსკალით ვაცხადებ და ვიხმობ ჩვენს ფაით პიტში გუნდს ლურჯ კუთხეში. მაშასე, Last Samurai და მათი კაპიტანი ლევან პატარიძე. მოგზანდი ლევან. ლევან პატარიძე მეგობრებო, ლევანი არის 38 წლის, იწონის 73 კილოგრამს, ფლობს იასამნის პერკამარს, არის 2 გზის გრეპლინგის ჩემპიონი საქართველოში და AGP ჯორჯიას ვიცე-ჩემპიონი. ლევან პატარიძე მეგობრებო. შემდეგი სამურაების წარმომადგენელი ნიკა ბერუაშვილი. ნიკა ბერუაშვილი არის 28 წლის, იწონის 62 კილოგრამს, ფლობს იასამნის პერკამარს, არის 6 გზის საქართველოს გრეპლინგის ჩემპიონი. Georgian Brazilian Jiu-Jitsu ჩემპიონი, AGP კავკასოს ვიცე-ჩემპიონი და Grappling Industries ვიცე-ჩემპიონი. ნიკა ბერუაშვილი მეგობრებო, მივესალმოთ. შემდეგი ათლეტი ავთანდილ ჯამალაშვილი. ავთანდილი არის სულ 20 წლის, იწონის 71 კილოგრამს, ფლობს ლურჯ კამარს, არის 2 გზის საქართველოს ჯიუ-ჯიტსუს ჩემპიონი. ავთანდილ ჯამალაშვილი მეგობრებო. ელგუჯა ნავროზაშვილი. ელგუჯა ნავროზაშვილი მეგობრებო არის 26 წლის, იწონის 77 კილოგრამს, ფლობს ლურჯ კამარს, არის 2 გზის საქართველოს ბრაზილიურ ჯიუ-ჯიტსუს ჩემპიონი. ელგუჯა ნავროზაშვილი. ასევე არის CGJJIF-ის მსოფლიო ბრონზის მედალის მფლობელი და საქართველოს ჩემპიონი 2 გზის არის. დიდი ბოდიშით რომ ერთი მოგება დაუმალე. და მეხუთე საუმურაი იოსებ კვიჟინაძე. იოსები არის სულ 18 წლის, თუმცა ის ფლობს უკვე ლურჯ კამარს, არის 2 გზის საქართველოს ბრაზილიan jiu-jitsu ჩემპიონი და არის Grappling Industries ბრონზ მედალისტი. მივესალმოთ იოსებ კვიჟინაძე. მაშასე, Last Samurai-ს დღეს დაუპირისპირდებიან
რუსთაველი არწივები Black Eagle BJJ და მათი კაპიტანი ამიკო სვიმონიშვილი ამიკო სვიმონიშვილი მეგობრებო არის 26 წლის იწონს 93 კილოგრამს არის იგი ფლობს იასამნის ფერ კამარს არის UWE Grappling World Vice ჩემპიონი ამიკო სვიმონიშვილი მივესალმოთ შემდეგ მინდა ვიხმო კიდევ ერთი არწივი ნიკა მუშკუდიანი ნიკა არის 26 წლის იწონის 83 კილოგრამს ფლობს ლურჯ კამარს არის UWWW ევროპის მედალისტი ნიკა მუშკუდიანი მივესალმოთ შემდეგი ლუკა ჩიბუხაშვილი ლუკა არის 18 წლის იწონის 83 კილოგრამს არის საქართველოს ბრაზილიურ ჯიუ-ჯიტსუს ნაციონალური შეჯიბრის მედალისტი ნიკა ჩიბუხაშვილი გიგი სიჭინავა მეგობრებო არის 19 წლის მისი წონა 73 კილოგრამი ფლობს ლურჯ კამარს და ასევე არის მედალისტი საქართველოს ბრაზილიურ ჯიუ-ჯიტსუს შეჯიბრის და არწივების მეხუთე წარმომადგენელი დანიელი არის 20 წლის 73 კილოგრამი არის მისი წონა, ფლობს თეთრ კამარს და არის grappling industry-ის ჩემპიონი. მაშასე მეგობრებო. დაუპირისპიროთ სამურაები არწივებს face to face. კეთილი, მეგობრებო, აგერ აქ სპეციალური მანეთი მაქვს, კაპიტნებს გაჩვენებთ. აირჩიეთ ხარე, აქ არის yes და no, რომელი გინდათ? No. No? Yes. შესანიშნავი. აბა? Yes. ამიკო, შენ გამოგყავს პირველი მებრძოლი. შესანიშნავი. გადავიდეთ კუთხეებში და გადავწყვიტოთ თუ ვის გამოიყვანს პირველი ამიკო და ვის დაუპირისპირებს მას გუნდი Last Samurai. Black Eagles გამოყავს გიგი სიჭინავა. Last Samurai უპირისპირებს ნიკა ბერუაშვილს. მოგესალმებით მეგობრებო. გამოგრაბლინგი დაბრუნდა უკვე ახალი ფორმატით, როგორც უკვე გაგაცნეს. გუნდური შეჯიბრი არის, ეგრევე შეტევაზე გადადის აგერ ნიკა. ორივე უტევს ფეხზე, ძალიან საინტერესო თამაშია, ეგრევე ორივე გართული გააკეთა ეს. კარგად დაიცვა ეხლა გიგი. კაუნტერით ამოატრიალა, გილეტინის ცელობა ჰქონდა, თუმცა ნიკა მოახერხა რომ ასე ვთქვათ გარც არიდებოდა. საინტერესო წეგან რაღაცნაირად ის ჩავიდა ბერუაშვილი, თითქოს გეიმპლენი არის რომ თავიდან ბოლომდე
ფეხებით დაამთავროს მე მგონი რა. აი ახლა ზოგადად ცდილობს დაიჭეროს. დაიგროვე შეტევა და გატესტა. თუმცა ახლა თვითონ გიგი უტევს ფეხზე. კარგად დაიცვა ხა ნიკამ, გამოვიდა მოახერხა თავის დაცვა, თუმცა აღმოჩნდა ზურგზე და გიგის აქვს საშუალება რომ გაცდეს ახლა ერთი butterflies hook-ი აქვს ნიკას და ნახოთ აბა როგორი გაცდენის უნარები აქვს გიგის. მე მგონი აკონტროლებს ზევიდან ხო ეს სიჭინავა. ხელი უკავია, შეუძლია როგორც. ხო, ანუ ფეხზე შეტევას ახორციელებს ახლა ისევ ნიკა ცდილობდა რომ ხილხუი გაეკეთებინა, თუმცა არ გამოუვიდა, ჩაუტრიალდა გიგი. თავი დაიცვა და ისევ ზევიდან უტევს. ახლა ბუნებრივია რაიმე აი კიდე ფეხზე გადადის რა. ხო, მარტო არ გადაიცეს, რომ არ აკონტროლებს არ იღებს ანდერჰუკებს გიგი კარგად კაი შეტევა აქვს საკმაოდ თოჰოლდით ნიკას რეაქციაც გამოიწვია გიგისგან ზევიდან აღმოჩნდა ახლა მაგ პოზიციიდან ცოტა გაუჭირდება დასრულება რადგან ხელებით შეუძლია კარგად დაეცვას გიგის კონტროლი არ ქონდა არც ფეხის და არც ტანის მხოლოდ ხელი დაკონტროლებდა და ისე მორიგი ფეხზე შეტევის ცდილობა გიგისგან ფეხზე უტევს ახლა გარი ხუკი დატრიალდა გამოწვრა ნიკა ახლა ნიბარის შანსი არის რა თქმა უნდა ცოტათი არ აქვს კარგი კონტროლი მოხსე აი თავისუფალია ახლა უკვე ნიკა კი, მოხლის გამოტანა კარგად მოასწრო და შესაბამისად დაიცვა მშვენი. მაგრამ რაღაცნაირად დაიღალნენ, მე მგონი ორივეს გეიმი ეგ არის, რომ ფეხებზე გადავიდნენ და სიტყვით ემო. კი, ძირითადად ფეხებზე შეტევებს ცვლიან. აი ესე იგივე პოზიცია, ერთი butterfly hook-ი. აქვს ახლა შანსი რომ გაცდეს backstep-ით არა ისე კაი გარდფესი არ გვინახია ჯერ ესე თუ შევხედოთ ხო ჯერჯერობით გარდფესი რეალურად არ გვინახია ალბათ ყველაზე ახლო გარდფესთან რაც ვნახეთ იყო როდესაც ნიკამა მოატრიალა თოჰოლდით და ერთწოდებულ დაახლოებით საით კონტროლში იყო თუმცა ნუ აი კლასიკური გარდფესი გარდის გაცდენა ჯერჯერობით არ ყოფილა აი კიდე ფეხზე ცდილობს შეცვლას თორცები გიგის იჭინაო ხო? კი, ანუ რეალურად ეგ არის ხა მიზანი, რახან ქულები არ არის პოზიციების დაკარგვაზე დიდად არ ნერვიულობენ. მაგრამ რაღაც ბერუაშვილი ჩანს დაღლილი ჩემი აზრით ხო? მე მგონი რაღაცა ენერგიան გამოცლილია უკვე და რაღაც ის გიგი ცოტა მაინც ისე უტევს, უფრო რაღაც აქტიურია მე მგონი. იგივე პოზიცია. butterfly hook-ი და ნახოთ აბა ამ ჯერზე თუ შეძლებს რომ გაცდეს გარცკი. ხო, ნუ რეალურად ხა რაიმე შიდა პოზიცია ჭირდება გიგის რომ მოახერხოს გარდის გაცდენა თუ ნიკა იქნება ორივე ხელით შიგნით ანუ ანდერჰუკებით თუ იქნება ძალიან გაუჭირდება გადაბიჯება butterfly hook-ზე. და არც ამ ეგრეთ წოდებულ ფეხით pummeling-ს ეძახიან აი ფეხებით ასეთ პოზიციონირებას ისე რომ შეძლო გარდის გაცდენა არ მუშაობს მაგაზე. მოკლედ მე მგონი მოჩადრე შეგვიძლია შევაჯამოთ თქო ორივე მებრძოლი მაგრამ გამოსული იყო რომ ლეგლოფები დაემთავრებინა მატჩი
ახლა მივმართავთ მსაჯებს და გავიგებთ თუ როგორ თვლიან მსაჯები ვინ იჭიდავა უფრო აგრესიულად, ვისია უპირატესობა, ვის ეკუთვნის დომინანტური პოზიცია პირველს. მსაჯების უმრავლესობით ლურჯ კუთხეს ეკუთვნის დომინანტური პოზიცია. ეხლა ბერუაშვილი აირჩევს ან თვითონ რომელი პოზიციიდან უნდა მატჩის გაგრძელება და მიეცემა როგორც ვიცი ერთი ნიკა ბერუაშვილმა გადაწყვიტა რომ დაიწყოს ზურგიდან ზურგიდან იწყებენ სიტბელთის პოზიციით. ზურგი აირჩია. ტანის სამკუთხედის შეკვეცვლება არ გაქვს ბუნებრივია და ერთი წუთი აქვს ნიკას რომ დაამთავროს საბმიშენით და სათანადოდ მის მეტოქეს რომ გამოძრეს ამ საბმიშენიდან. დაიწყო მატჩი. ხა ერთი წუთი ექნება ნიკას რომ სამიშენი გაუკეთოს. ნუ რა თქმა უნდა ყველაზე ასე ვთქვათ აპრობირებული მეთოდი მაქედან არის ამ ზურგიდან მახრჩობელა, ეგრეთ წოდებული rear naked choke-ი. რა თქმა უნდა არის სხვა ვარიანტების სამკუთხედის ზურგიდან გაკეთება, ასევე ეგრეთ წოდებული არბარი ხელის მტკივნეულეთი. არა მე მგონი ფეხებით ვერ აკონტროლებს იმდენად გიგის, რამდენადაც საჭიროა და სავარაუდოდ გიგი უკვე შეძლებს მალე, რომ კარგად იცავს გიგი პოზიციურად ხელებიც რო აწეული აქვს, იმას არ აძლევს საშუალებას ბერუაშვილს, რომ ჩაიტანოს და rear naked-ი დაასრულოს. ამიტომ მე მგონი ერთი წუთი აუცილებლად გაძლევს. და ძალიან ქვევით არის ახლა გიგი და ნიკა შესაბამისად ზევით, ამიტომ გაუჭირდება მახრჩობელა ელეც მაქნი გაკეთება. საბმიშენი ვერ მოხერხდა, თუმცა ვერც მეტოქე გამოუძვრა, ამიტომ ცვლიან ახლა მეტოქეები პოზიციას. გიგიც ირჩევს back takes. ჩვენს მაყურებელს მოვახსენებ, თუ მოასწრო გიგიმ საბმიშენის გაკეთება მოგება მისია, ხოლო მის მეტოქემ თუ მოასწრო ერთ წუთში გამოსვლა ამ პოზიციიდან, მაშინ მოგება კი მისი იქნება, ანუ ლევანის. სამწუხაროდ იქიდან მხრიდან ვერ უყურებთ, ანუ არ ვიცით რა ხდება და ხელის ორთაბრძოლები როგორ მიდის, თუმცა სამკუთხედი რადგან აქვს ფეხებით შეკვული, ძალიან რთული იქნება წესით ბერუაშვილისთვის გამოსვლა. გამოსვლა რთული იქნება, თუმცა ბოლომდე ასე ხო დრო გიგისაც დაუმთავრდა და ერთ წუთი ვერ გამოვიდა, ამიტომ ეხლა მთავარია რეალურად რომ ნიკა გადარჩეს. ნიკასთვის და რა თქმა უნდა გიგის მიზანი უნდა იყოს, რომ აუცილებლად დაასრულოს ეს ბრძოლა. ხო ისე ან რაიმე მტკივნეულით. კი მართალია, იმდენად რამდენადაც კაი პოზიცია არის ზურგიდან, ნიკას ერთადერთი დანიშნულება არის, რომ არ დაიხრჩოს ესე რომ ვთქვათ. ამიტომ ბევრად უფრო რთული საქმე აქვს გიგის, ვიდრე ზოგადად rear naked-ში ვართ ხო. კი ბატონო. ძალიან სერიოზული დაპირისპირება. მიუხედავად დაღლილობისა, აქ მოგებული უნდა გამოვავლინოთ. ამიტომ ლევანი ისევ ირჩევს დომინანტურ პოზიციას. ამჯერად მაუნთიდან იწყებს. ამჯერად მაუნთი აირჩია ნიკამ. ნეტა რატო აირჩია მაუნთი, ანუ აღარ შეეძლო რომ ეს როგორც ჩანს რაც იგზნო ზურგიდან არ მოეწონა და ალბათ ფიქრობს რომ ვერ აიღებს ფინიშს, ასე ვთქვათ, ვერ დაასრულეს ბრძოლას. ჯერჯერობით რაც ხდება რომ ბერუაშვილი ცდილობს რომ უბრალოდ გაჭყლიტოს გიგი და ცდილობს გააკონტროლოს რა უფრო და შეინარჩუნოს პოზიცია ვიდრე ჯერჯერობით ხელების აწევას ცდილობს, ხელების იზოლირებას, მაგრამ არ გამოუვიდა ეხლა ორივე ხელი ჩაიტანა ნიკამ და ამ შემთხვევაში ყველაზე კაი ვარიანტი შეიძლება ეზიკიელი კონდეს, თუმცა რთული არის დასასრულად მოდიში და
გამოუძრა გიგი. ორმოცდამში მოახერხა გიგიმ ამ პოზიციიდან გამოქცევა. ნაკლებ დროში უნდა გამოიქცეს ლევანი ამ პოზიციიდან რომ მოიგოს თუ არა და გამარჯვება ჩაეცვლება Black Eagles. ეხლა თემო მე მგონი აქ ბრძოლა მიდის არა იმაზე რომ რა თქმა უნდა ზედა მოთამაშეს უნდა რომ დაასაბმიტოს, მაგრამ მე მგონი ქვედა თუ უფრო მალე გამოძროვა მაგ შემთხვევაში მან მოიგო. კი, და აი გამოუძრა კიდევაც საკმაოდ მალე ეგრეთ წოდებული keeping escape-ით. ვოუ! შვენიერი მოძრაობა გააკეთა სამურაის მოძრაობა გააკეთა. ამ დაპირისპირებაში გამარჯვება წაიღო Black Samurai-ის წარმომადგენელმა ნიკა ბერუაშვილი. ნიკა რჩება, ხოლო მისი მეტოქე კიტოვებს რინგს. Black Eagle-მა გადაწყვიტა რომ შემოიყვანოს ნიკა მუშკუდიანი. როგორც მოგახსენეთ ნიკამ გაიმარჯვა იმის ხარჯზე რომ უფრო ადრე უფრო მოკლე დროში მოახერხა მაუნთიდან გამოსვლა და დაიბრუნა გარდი და ეხლა უკვე რჩება შესაბამისად ტატამზე და მისი ოპონენტი არის ნიკა მუშკუდიანი, რომელიც მასზე საკმაოდ მძიმე არის 20 კილოთი. ეს პამ ფორმატის ასევე ნაწილია, იმიტომ რომ გუნდური შეჯიბრი არის. ნიკა ცდილობს რომ გაიქცეს, იმიტომ რომ დაღლილია და შესაბამისად სწორი სტრატეგია ამოირჩია, ესე რომ ვთქვათ, რა, იმიტომ რომ თან დიდია მუშკუდიანი, თან დასვენებულია და ჩემი აზრით ბევრად უფრო ძლიერ ჯანზეც არის, შესამჩნევად ვიზუალურადაც, ხო, ვიზუალურადაც კი ბატონო. და მოახერხა მოცევა ეხა ნიკამ ნიკა მუშკუდიანმა ნიკა ბერუაშვილის შეიძლება ხა გარც გაცდეს გარდი გაახსნევინა თუმცა ჯერჯერობით უკებს ინარჩუნებს ბერუაშვილი ხედავთ იგივე half butterfly გარდი აქვს ხო რაღაცნაირად ჰუკი აქვს შატოვებული მეორე ფეხი ქვევით აქვს მაგრამ მაინც ინარჩუნებს გარს და არაძლევს საშუალებას მუშკუდიანს რომ გაცდეს მეორე ფეხს ხა ამჯერად დაახლოებით half გარდივით იყენებს რომელთაც ბლოკავს ასევე მუშკუდიანს რომ კარგად ეფექტურად გადააბიჯოს თუმცა აი მოახერხა მაინც ათქონდა პრომეტი სივრცე ქონდა მე მგონი პირველმა გამარჯვებამ თავდაჯერება შემატა ბერუაშვილს ჩემი აზრით და ბევრად უფრო კარგად ძლევს ესე რომ გადააც თვითონ არ ეტყობა დაღლილობა რა ბოლომდე ბრძოლობსა ნუ ხო არ ვიცი ხა ამ შემთხვევაში გარდი ვერ შეინარჩუნა რა თქმა უნდა დაღლილიც არის ხა ბუნებრივია წონის ხოვობაც არის რა თქმა უნდა და ხა აქვს შანსი მეგონი შეკრა სამკუთხედი თუ მოახერხებს რომ გადავიდეს მეორე მხარეზე შეკრა და გადავიდა აი ნახოთ ხა მოახერხებს თუ არა დაასრულოს კაი პოზიციას და ხელი სამკუთხედით ნიკა მუშკუდიანმა მოიპოვა გამარჯვება
ხოლო Last Samurai-ს ვინ შემოყავს? ვნახოთ. ელგუჯა ნავროზაშვილი. დაიწყო მეორე შეჯიბრი მუშკუდიანისთვის, ვნახოთ ამ აქ რა ტაქტიკას შემოგთავაზებს. ისევ დაждდა ეგრეთ წოდებული მშდომიარი გარჩი, სითით გარჩი. და შეიძლება ახლა რაღაც ასე ვთქვათ კონტაქტი მოიპოვოს თავის ოპონენტთან. თუმცა ელგუჯა ახლა არ აცლის მას რომ დაფუძნდეს თავის პოზიციაში და უტევს აქტიურად, ცდილობს რომ გასცეს გარჩს, მაგრამ ახლა ფეხზე შეტევის ცდილობა აქვს ნიკას. ფეხი გამოიღო. ელგუჯამ ენერგიებით უტევს ელგუჯაზევიდან, ხო? რაღაც აქტიურად უტევს, ეხა იცის ბუნებრივია რომ ან შედარებით მაინც უფრო დაღლილი არის, იმიტომ რომ არ გინდა ერთი მატჩი იჭიდავა და ეს ფაქტორი არის. რა თქმა უნდა ფაქტორია, მაგრამ მე მგონი ელგუჯაც არც მუშკუდიანი არ არის, იმედა დაღლილი, ასე რომ ვთქვა, რა თანხმობიდან თამაშობს. კარგად მოცელა ბატერფლაითი და სავარაუდოდ მაუნზე დააჯდება ეხა. სხვათა შორის მე მგონი შეჯიბრამდე იყო ინტერვიუები და ერთ მთავარ საბიშენად ესე რომ ვთქვათ, ნიკამ დაასახელა arm triangle, ანუ ხელით სამკუთხედი. კი, რომელიც წინა მატჩში გააკეთა. ეხაც მე მგონი რაღაც მაგას უმიზნებს. ფეხი თუ გაითავისუფლა და მე მგონი კი, ანუ რეალურად შეუძლია მუშაობა ასე გაამზადოს ეხლავე და მერე გაინთავისუფლოს ფეხი. ეგრეც ხდება. უფრო მარტივდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ არანაირი ასე ვთქვათ ბარიერი აღარ შევა ხელებით რომ დაიცვას ოპონენტმა. მაგრამ ელგუჯას კარგად აქვს ამ ხელების პოზიციონირება, ეხლა იცის რა პოტენციალად შეიძლება მოვიდეს და ცდილობს რომ აირიდოს თავიდან. ეხლა აქვს შანსი მუშკუდიანს მისლაიდის რომ ამოიღოს ფეხი და გადავიდეს, მაგრამ ვერ მოახერხა და გარდი დაიბრუნა ელგუჯამ. პრინციპში ახლა მუშკუდიანმა მარტო ის რომ გააკეთოს რომ ელგუჯა დაღალოს და მეტი ვერც ვერ მიაღწევს, დიდად მაინც წარმატებული გამოსვლა აქვს თავის გუნდისთვის. ხო, ნუ ბუნებრივია ახლა უნდა ალბათ რომ მოიგოს რომ წინ წავიდნენ, თუმცა გაათანაბრა ანგარიში და თანუ სამიშენით. კი, არაფერი არ ეტყობა ახლა მუშკუდიანს რომ უბრალოდ დაღლას ცდილობს. აშკარად ცდილობს რომ მოუგოს იბრძოლის ბოლომდე. თუმცა ესეთ ფორმატებში ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე რომ ასე ვთქვათ სტრატეგიულად ელოდებიან იმ დომინანტურ პოზიციას, საიდანაც იმედი აქვთ რომ ან უფრო მალე გამოძრებიან ვიდრე ოპონენტი, ან უფრო მალე ასე ვთქვათ დაასრულებენ ბრძოლას საბიშენით. პრინციპში ისე გაგრძელდა ბრძოლა, რომ მე მგონი უკვე სადაც არის დასრულება დრო. და შეიძლება მოგვიწვიოს მაგის ნახვა. ძალიან გაუჭირდება ელგუჯას ახლა ნიკას დასვიყო ესე რომ ვთქვათ მოცელა, ხო? იმიტომ რომ full guard-დან მოცელა საკმაოდ რთული არის ესე სიტუაციაში და თანაუბიში. უფრო შეტევის შანსები აქვს, თუმცა ჯერჯერობით არ ხსნის გარს და ჩაკეტილი გარდით ბუნებრივია ვერაფერს ასე ვთქვათ ღირებულს შეტევას ვერ შექმნა. მაგრამ ასევე მუშკუდიანი ვერ ახერხებს რომ გარდი გახსნას თავისი მხრიდან. კი, რამდენჯერმე წამოდგა და რაღაცა ადგილი მისცა ელგუჯას, რომ ცოტა ფეხებისკენ წასულიყო, ელგუჯა ცდილობს რომ რაღაცებზე გადავიდეს, ესე რომ ვთქვა და თავისთვის ოპორტუნიტები შექმნას, რომ იქნებ ან დასვიპოს, ან შეიძლება ფეხზე გადავიდეს. თუმცა არ მგონია რომ ელგუჯას ფეხის თამაში ქონდეს, იმიტომ რომ თავიდანვე ცდილობდა რომ გარს გაცელოდა და რაღაც ზევიდან ენერგიულად შეეტია, ესე რომ ვთქვა. აქ ნუ ბევრად უფრო ნაკლები ფეხებზე შეტევა ვნახეთ, უფრო ცდილობენ რომ დომინანტურ პოზიციაზე მოიპოვონ და მე იქიდან დაასრულონ, მაგრამ ჯერჯერობით ნეიტრალურ პოზიციაში არიან მეტნაკლებად.
მე საინტერესო აქ როგორი არის წესების თავინგზე, ხო? ანუ ვთქვათ რომ არც შენ უკვე აი ჩემი გემოვნებით ეხლა უკვე ოდნა უნდა ამუშავდეს მუშკუდიანი, უფრო მეტი მცდელობა უნდა ქონდეს ადგომის, ან ნუ ასე ვთქვათ ფეხებზე ყურადღების გადატანას რო გაახსნილოს. ძირითადი დრო გავიდა. ჯერჯერობით ფრეა. გავიგოთ. ელგუჯა ნავრუზაშვილი იწყებს დომინანტური პოზიციიდან. საჯების გადაწყვეტილებით, მათი ხმების უმრავლესობით. ელგუჯამ აირჩია back take-ი. ახლა ელგუჯას მიანიჭეს უპირატესობა, რასაც ნუ დიდად მე დავუთანხმდი, იმიტომ რომ კარგი ასე ვთქვათ მოცეულები ქონდა შედარებით ნიკას შეტევისდელობაც ხონდა. გეტყვით ამ თუმცა თავიდან დასაწყისში მე იმდენი ხანი იყვნენ ერთ იგივე პოზიციაში რომ მეტნაკლებად ნეიტრალური არის შეიძლება ოდნა. გამოვიდა ნიკა მუშკუდიანი 16 წამში გამოვიდა ამ პოზიციიდან ნიკა მუშკუდიანი და შევახსენებ მაყურებელს რომ ელგუჯა ნაკლებ დროში თუ გამოვა მხოლოდ მაგ შემთხვევაში მოიგებს. არ გამოვიდა მუშკუდიანი გამოცრა. დაიცვა თავი. ეს Black Eagle-ის გეგმით დიდ ყურადღებას აქცევს ელგუჯა. ელგუჯა ვერ გამოვიდა 16 წამის პერიოდში ამ პოზიციიდან, რაც ნიშნავს რომ ამ მეჩაპში გამარჯვებულია ნიკა მუშკუდიანი. თუ ვინ გამოიყვანოს ნიკა მუშკუდიანის წინააღმდეგ? მე მგონი ვერ გავიგე წესები კარგად და მე მგონი თუ გამოას წარი, ეგეც გეთვლება. იოსებ კუჟინაძე დაუპირისპირდება ნიკა მუშკუდიანს. მესამე მატჩი აქვს მუშკუდიანს. ბატონო ორი მოჭიდავე ოპონენტი გუნდიდან ასე ვთქვათ გაუშვა. და უკვე მესამე მატჩი აქვს. საურავ რაკეტფარეს ბრძოლა ამიკომდა შემოვა არც მოვიდეს. კი ბატონო. მუშკუდიანი მაგრამ თუ გააგზელა არა გამორიცხული რომ დაასრულოს კიდევაც. გაანება თავი თითქოს გადასული იყო, თითქოს გამოსული ქონდა და რატო გაანება ფექსა? არა, კარგად ანუ არ ქონდა წონა დაადო. აი ხაი შანსი აქვს რომ გაგუდოს სამკუთხედით სურგიდან. მე ფეხები მას შეცვალოს ახლა. ან ოდნა უნდა გადმოждდეს. მეგონი ხელზე გადადის და თუ გააშობინა სავარაუდოდ დაამთავრებს.
ფეხები ხარ რეალურად არასწორად აქვს. იმან მე მგონი თავი გაიტანა უკვე რა. თავი თუ გასული აქვს შეიძლება პრინციპში ხელიც გაითავისოს. ხო, რა თქმა უნდა შეიძლება ეხა მოდიფიცირება უბრალოდ რაღაც შეტევის განხორციელება, ხელის გაჭიმა, მე ამბარზე გადაცვა ფეხებმა შეეცვალა, მეორე მხარეს უნდა გადაეტანა, მაგრამ ეხა მხარზე საკმაოდ დიდი ზეწოლა არის აქ და დამოკიდებულია ყველაფერი ბოლომდე უძიებს ესე ოპონენტის სამძლეობას და დაიცვა თავი და გამოუძრა. ფეხზე გადავარდა, რაც ახლა ეს შეცდომა არის, ჩემი აზრით შეეცადოს რომ ზეწოლა დაადო, საკმაოდ დაღლილი იქნება ახლა დიდი ალბათობით უშკუდიანი. საკმაოდ დამლელია, როდესაც ფინიშს ეძებ და ეს შანსს მისცემს ბუნებრივია. Last Samurai-ის მებრძოლი მე მგონი შანსი აქვს რომ იოსებს შანსი აქვს ახალგაზრდა სპორტსმენს რომ რაღაც შექმნას ახლა გაცდა გარც, მაგრამ მოახერხა როგორც ხედავთ დაბრუნება გარდის. აი ფეხზე გადავიდა ისევ. მე მგონი ნიბარს ცდილობს, მაგრამ მოკლე გატანილი აქვს მუშკადინის შესაბამისად ნიბარი არ გამოუვა. მიუხედავად იმისა, რომ დაღლილია, მე მგონი მუშკადიანი მაინც ინარჩუნებს ძალის მიერ ესე იგი უპირატესობას. ნუ ეხა მეტი გამოცდილება აქვს, ასაკითაც უფროსი არის, რანგითაც უფრო მაღალი რანგის სპორტსმენია და შესაბამისად მაინც ახერხებს დაღლილობის მიუხედავად რომ გადარჩეს, თუმცა აგებს ეხა ამ ბრძოლას. ზურგის აღებაზე მიდის იოსები. ერთი ჰუკი აქვს, მე მგონი მეორე ჰუკის გააკეთოს უკეთესი იქნება, თორემ მუშკადიანი აუცილებლად გაექცევა. სამაგიეროდ აქვს კარგად ფეხები შეკრული, რაც ხელს შეუშლის მუშკადიანის გაქცევისგან. ცალი ჰუკით. მეორე ჰუკით ჩაყო. საინტერესო დრო როგორ არის? მე მგონი ბოლოსკენ ვართ უკვე გასული, სამწუხაროდ ჩვენ კომენტატორების მხრიდან არ ჩანს დრო. რეალურად ბეკ კონტროლი აქვს, ზურგის კონტროლი აქვს იოსებს. ცდილობს შეუტიოს მაქსჩობელაზე, ეხა მე მგონი კარგად არ ჩანს ხელი, მაგრამ მე მგონი ნაწილობრივ ქონდა ჩაკეტილი, მაგრამ დაიცვა თავი ნიკამ. ძალიან დაღლილი არის ხა ნიკა. ძალიან დაღლილია, მაგრამ მე მგონი თავის მაქსიმუმს აკეთებს, რომ არ წააგოს ეს მატჩი. მოწინააღმდეგეს დიახ და არ ცდილობს რომ იჩქაროს, თუ სავარაუდოდ ნიკას შეიძლება ხელები აქვს დაჭერილი და არ აძლევს საშუალებას რომ აიღო, რომელიც არის ცხვირის ქვევით, ყველაფერი rear naked არის, როგორც იძახიან, შესაბამისად კაი გრიფი აქვს. კისერზე არ არის თუმცა. არა აქვს შეჯობი და დროც დამთავრდა. 10 წამი დარჩა მე მგონი, ხო? 10 წამის ხმა იყო, ხო? მოცემულ დროში ფრეა საჯებს გითხოთ, თუ ვინ იმსახურებს პირველი დომინანტურ პოზიციას? საჯების უმრავლესობის ხმებით დომინანტური პოზიცია ეკუთვნის Last Samurai-ს პირველს. ანუ თემო მე თუ სწორად გავიგე. ეხა ამ პოზიციაში ან ერთმა უნდა დაასაბუთოს, ან თუ შენ ძალიან მალე გამოიქეცე, ეგეც შენს პლუსში ითვლება. მე მეგონა მარტო მეორე ჯერზე იყო გამოცე. ოპონენტს ეძლევა შანსი, თუ
დაგასამიტეს. ანუ თუ გამოძვერი ასე ვთქვათ, მე ოპონენტს ეძლევა შანსი რომ თვითონ ძალიან დაგასამიტოს, გამოძროს ხოშერად. ნიკა მუშკუდიანი გამოძრა ამ პოზიციიდან სულ რაღაც 9 წამში. სერიოზული გამოწვევა ელის წინ მის მეტოქეს. ახლა ძალიან მალე უნდა გამოძროს იოსები რომ კონდეს შანსი. 9 წამზე უფრო ადრე უნდა გამოძროს ამ პოზიციიდან. მიუხედავად იმისა, რომ მუშკუდიანი ძალიან დაღლილია, ჩემი აზრით 9 წამს ნამდვილად. Black Eagle ოდი ქულით. სავარაუდოდ მოახერხებს. აპლოდისმენტებს იმსახურებს ნახდათ ნიკა მუშკუდიანი. მან კლავ გაიმარჯვა. უკვე 2 მეტოქე მოილია Last Samurai-დან. შემდეგი ვინ შემოყავს Last Samurai-ს? ავთანდილ ჯამალაშვილი დაუპირისპირდება ნიკა მუშკუდიანს. ნიკა მუშკუდიანმა გადაწყვიტა რომ საკმარისად ემსახურა თავის გუნდს, ამიტომ შემოდის გუნდის კაპიტანი ამიკო შვიმონიშვილი. გამუშკუდიანმა არჩია რომ გასულიყო, იმიტომ ძალიან დაღლილი იყო და ბუნებრივი ის არის და ეხა ამიკო შვიმონიშვილი დაუპირისპირდება 20 წლის ავთანდილ ჯამალაშვილს. ამიკო ბევრად გამოცდილია ვიდრე ავთანდილი ჩემი აზრით. ბევრად გამოცდილია ზონაში საკმაოდ. საფაჩეიდა გადაიყვანა. გადაიყვანა, თუმცა კინაღამ დაატრიალა ავთანდილმა. თუმცა ამიკო ზევიდან უტევს, აქვს რაღაც სხვადასხვა ბევრი ვარიანტი დახრჩობის ამიკოს ამ პოზიციებიდან, ხანდახან არც არის აუცილებელი გაქცდეს. უტევს ხა ჰავგარდში არის, თუმცა ცდილობს რომ კიმურას შეუტიოს. კარგად უბლოკავს თეძოს. აი გონი დამთავრდება. კიდევ ერთი მოგება. ამ მეჩაპში ამიკო შვიმონიშვილმა მოიგო და კიდევ ერთი მოგება Black Eagle Brazilian Jiu-Jitsu-ს. აბა ვნახოთ თუ შემდეგი ვინ შემოყავს. თვით კაპიტანი შემოვიდა ლევან პატარიძე, მივესალმოთ. კაპიტნების შერკინება. Let's go. Last Samurai-ს ბოლო წარმომადგენელი არის. შესაბამისად, აუცილებლად სჭირდებათ მას ეს გამარჯვება, მათ ეს გამარჯვება რომ დარჩენ ბრძოლაში და თუ ამიკო მოახერხა გამარჯვება შესაბამისად ეს თუმცა ლევან გილიოტინაზე დაიჭირა თითქოს, მაგრამ ამიკო უკვე გადააბიჯა. არაფერი არ არის. ლევანი ესე იგი პირდაპირ მნიშვნელობით Last Samurai-ების Last Samurai არის. მართალია. თავს უკონტროლებს, თუმცა ჩემი აზრით აქედან დასრულება არ შეუძლია რა თემა. არა, ძალიან რთული არის აქედან რაღაც ძალიან სპეციფიკური გრიფი თუ არა გაქვს და ძალიან კარგად თუ არ აკეთებ, თუმცა შესაბამისად გარდის დაბრუნება მოახერხა და აქვს ისე შანსი რაღაც გააკეთოს, მაგრამ გაცდა ისე ბოდილოკი და ამიკო
გასულს და დააჯდეს ამონზიან ხელზე შეუტიოს, ხელზე უტევს, გადავარდა, მაგრამ დაიცვა თავი ხა ლევან მარა ბატარიძემ და ხო აი მაგიტო არ მიყავს უბრალოდ ეგეთ გადავარდნები. შანსია კიდევ გაუკეთეს და გაუკეთა კიდევაც და ზოას დასრულებულია. ეს მეჩაპი გაიმარჯვა ამიკო სვიმონიშვილმა. მეგობრებო, გთხოვთ გუნდები შემობრძანდით სრულ შემადგენლობით, რომ გამოვავლინოთ გამარჯვებული გუნდი დღევანდელ საღამოსი. დღეს გამარჯვებულია Black Eagle Brazilian Jiu-Jitsu. შესანიშნავი გუნდი რუსთავიდან. დომინანტურად შეგვიძლია ვთქვათ. Last Samurais გადაუხადოთ დიდი მადლობა და გავაცილოთ აპლოდისმენტებით. მე კი გამარჯვებულებთან გადავალ ინტერვიუთი კაპიტანს დესერტად დავიტოვებ და ამ კაცთან ვარ უპირველეს ყოვლისა მესმის გიჭირს სუნთქვა, მაგრამ ცოტა უნდა გალაპარაკო კიდე. ნიკა, როგორი იყო თავი თითქოს და ძნელად დაიწყეთ, ანუ პირველი მეჩაპი გძლია, თუმცა შენს სერიოზული წვლილი შეიტანე, რომ ეს სიტუაცია გამოსწორებულიყო. რამდენად ძნელი იყო და ზოგადად როგორ აფასებ შენს წვლილს, რომელიც შეიტანე შენი გუნდის გამარჯვებისთვის? მოგესალმებით პირველ რიგში სულ ყველას. გამოწვევასაც შეეხება თითოეული თქვენგანი ძალიან ძლიერი იყო და ჯერ არ მქონია მე ჭიდაობა რომ არ მებრძოლა ესე რომ ვთქვათ რა ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან ყოველთვის აი ბოლომდე ვიხარჯები პატივისცემა ჩემგან თქვენ და რაც შეეხება პროექტს გამაგრეპლინგს ფიქრობ რომ საქართველოში საჭიროა აი ამ კონკრეტული საბრძოლო ხელოვნების წამოწევა განვითარება და რაც უფრო მეტი ესეთი კარგი ტურნირი ჩატარდება მით უფრო განვითარდება ჩვენი ქვეყანა სპორტულად. მადლობა თქვენ. მადლობა ნიკა, ასეთი სანახაობისთვის, რაც გვაჩუქე და იმ თავდადებისთვის, რაც დღეს გამოაჩინე. ამიკო, მე შენთან ვარ. გუშინ შენ შეგვპირდი რომ წაგებას აპირებდი, გვატყუებდი განზრახ. არა ვიცი. ეგრე გამოგივიდა, ხო? მითხარი, როგორ შეაფასებ შენი გუნდის დღევანდელ პერფორმანსს, რამდენად კმაყოფილი ხარ, როგორც კაპიტანმა რომ შეაფასო სრული, ასე ვთქვათ, კრიტიკის დაუმალავად. ძალიან კაი გამოსვლა იყო მეტოქე გუნდისგან, დავაფასოთ ისინი. რაც შეეხება ჩემ გუნდს, ნიკა მუშკუდიანმა სამი ადამიანი გავგდო. გიგიმ ძალიან კარგად ეჭიდავა ნიკას, პერვაშვილს. მაგრამ კიდე ორი კაცი მყავს, არ დაგავიწყდეთ, რომლებიც არ გინახავთ და მომავალში აუცილებლად ნახავთ მათ პერფორმანსს. და გამა ძალიან მიყვარს, აი ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ძალიან მაგარ პროექტს აკეთებთ. თქვენთან ვარ მე სულ, თქვენ გვერდში ვარ და რავი, რაც შემიძლია ყველაფერი კაი თქვენ. დიდი მადლობა ამიკო. მიულოცოთ
რუსთაველ არწივებს გამარჯვება. და მე არ ვიქნებოდი რამე ინტრიგული კითხვა რო არ დავსვა. შემდეგ გუნდს ვისი სურვებდი რომ დაუპირისპირდეთ? აი ესე. ვიღებთ სურვილებს დღეს, შეკვეთებს. გიო, მე გუშინ გითხარი რომ ჩემი გუნდი პირველ რიგში ემზადება რომ საქართველოში ნომერი პირველი იყოს, მეორე რიგში ემზადება რომ ევროპაში იყოს ნომერი პირველი და მესამე რიგში მსოფლიოში მინდა რომ იყოს პირველი, ანუ ნებისმიერი გუნდი ჩვენ აქ ვართ, ჩვენ 5 ადამიანი აქ ვართ, მოიყვანე ვინც გინდა. შესანიშნავი. კეთილი, კიდევ ერთხელ აპლოდისმენტებით გავაცილოთ Black Eagle Brazilian Jiu-Jitsu. და როგორც შეგპირდით, ნუ ვიჩქარებთ დაშლას, ჩვენ კიდე ერთი შერკინება გველის. ერთი არანაკლებად სერიოზული შერკინება. გუნდური არ არის, მაგრამ სუპერ ფაითი ტყუილა არ ქვია ამ ბრძოლას. მაშ ასე მეგობრებო, აირონ ლაშა როინიშვილი დაუპირისპირდება ნიკოლოს შერვაშიძეს. მზად ხართ ამ დაპირისპირებისთვის? არა, რაღაც ტროხატაში იყო. მზად ხართ ბიჭო თუ არა? ხოდა თუ მზად ვართ? მე ვიხმობ. აირონ ლაშა როინიშვილი! მივესალმოთ ლაშა როინიშვილი მეგობრებო! და ლაშასთან დღეს ჩვენს პირველ საქართველოში ფაით პიტს გაიზიარებს ნიკოლოს შერვაშიძე! მივესალმოთ ნიკას! ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ წესები იგივეა, submission only, 5 წუთი, თუ submission-ი 5 წუთში არ მოხდა, დამატებითი დრო ეძლევათ მეტოქეებს. 1 წუთის განმავლობაში უნდა დაამთავროს. ჩაირთო დრო და ერთადერთი რაც თემა მინდა დანამდვილად გითხრა, რომ ორივე ძალიან საშიში წვერია. წვერების შეჯიბრიც არის კი ბატონო. ორი გამოსული სპორტსმენი ნიკას გრაპლინგში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, თუმცა ლაშას ზოგადად საბრძოლო სპორტებში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, მაგრამ ასევე გრაპლინგის ტიტულებიც აქვს. საინტერესოა, ნამდვილად საინტერესო ბრძოლა იქნება წინ. ნახოთ თუ ჩარმენს შემოგთავაზა გამა ნამდვილად და ეხა ნიკას ცდილობს ფეხში შევიდეს ფიტი გამოიყენოს ეგრეთ წოდებული შემოარა. აუ ეს შვენი სახიფათო არის. რეალთან ის სპაიდერმენები გაიჩ. მაგრამ ესეთი კაი შემოვა მე მგონი არც CGI-ზე არ გვინახი. ჩაიყვანა ნიკამ როინიშვილი გოვითარი ლაშა ნახოთ რა სიზავს. ხო აქ ხარ ისეთებ წესდარი და ანუ თუ ძალიან აუცილებელი არ ხდება ხოლმე, მაგიტომაც არის ესეთი ასე ვთქვათ ტატამი მოწყობილი ესეთი კონფიგურაციით. ტყუილა არ არის სუპერ ფაითი, სამ განზობილობაში ჭიდაობენ ბიჭები. მაგრამ წამოდგა ლაშა ტრიდე განზომილება ჭიდაობა. შევიდა ფეხში, ნახოთ თუ დაასრულა. დაასრულა კიდევაც გადაიყვანა ქვევით. ერთ ფეხში შევიდა, გადაიყვანა, ეხლა ნახოთ ზევიდან მისი პასინგი. აი გაცდა ეხლა ნაწილობრივ გარს, თუმცა სწრაფადვე დაიბრუნა პოზიცია შერვაშიძემ. ჰოპ შენი საყვარელი ინლეთი გააკეთე. ყველაზე მეტად გიყვარს ამ. როცა სხვები ამას აკეთებენ. შენს გიეთებ ხოლმე ყოველდღე.
არა მე მახსოვს ზედგინზემ გააკეთა კაკრას გამას და შენ ეჭხუებოდი რომ ეს მეორე ჯერ გააკეთა. ყველაფერს თავის დრო აქვს, თავის ფუნქცია ბუნებრივია. ოპ, მეორე. ხა ისე შეეცადა ქართულით გადახტომა, ლაშა. ეს ნელი ბრძოლა წავიდა. მე მეგონა რომ უფრო ცოტა დინამიური იქნებოდა. ძიმეთონოსნები არიან, ლაშა საკმაოდ ძიმეა, ნიკაც 100 კილომდე ალბათ 95 კილო დაახლოებით. შესაბამისად პატარა ბიჭები არ არიან ნამდვილად, ამიტომ ძალიან დიდ სისწრაფეს მოელოდებით. აი ესე ფეხში შესუსტელობა. რომელი წარმატებით და ნიკას რო დაიცვას თავი, შემოუაროს ლაშას. ოპ. ეხლა გადატრიალებას ცდილობდა ნიკა, მაგრამ არ გამოუვიდა. ხელის ბეისი აქვს ლაშას შვენია. აი კარგად გამოაცელა ეხა და შანსი ექნება რომ ზურგის აღებაზე იმუშაოს შერვაშიძეს. ეგრეთ წოდებული სიტბელთი აქვს, ანუ როგორც მანქანის რემენს იღებენ, ხელები ეგრე აქვს შეკრული და აკონტროლებს ლაშას სტანს, მაგრამ ჯერჯერობით ზურგის სრულ აღებას ვერ ახერხებს. თორთულ პოზიციაში კარგად იცავს თავს ლაშა. აი ხა ერთი უკი ჩადო და შანსი აქვს რომ მეორეც მიაყოლოს, თუმცა ჯერ შეეცდება რომ კისერზე შეუტიოს და მაგითი გადაიტანოს ყურადღება. რა დატრიალდა აირონ ლაშა. და ეგრევე კარგად გადმოვარდნამდე, კარგად დაიცვა თავი ნიკამ და ადგა. ძალიან სანახაობრივი მატჩი აქვს ასე თუ ისე რა, მაინც ორივე მეტოქე ბოლომდე ბრძოლობს და მშვენიერი დინამიურობაც შემოგთავაზეს ასე თუ ისე. ფეხები გამოაცალა ლაშამ, ტეიქდაუნი აიღო, მაგრამ ნიკა ფეხზე შეტევას იღოს, ეხლა თუ გადმოიღო მარცხენა ფეხი გადაატარებს და შეუტევს. ხო, მაგრამ აირონ ლაშა აკონტროლებს ორივე ფეხს მე მგონი, შესაბამისად არ მგონი. მაგრამ კი, გაითავისუფლა ფეხი ბოლომდე. მე მგონი მოგვიწევს უკვე სუპერ მატჩები. მოსწრებულ დროში საფრთხე არ იყო. ახლა მივმართოთ საჯებს. თუ რას გადაწყვეტენ, ვის ეკუთვნის პირველს დომინანტური პოზიცია? საჯების უმრავლესობით წითელ კუთხეს ეკუთვნის დომინანტური პოზიცია. ვნახოთ აბა რას აირჩევს ნიკა შერვაშიძე. საიდ კონტროლი აირჩია ნიკამ. საინტერესო გადაწყვეტილება საიდ კონტროლის არჩევა. ხო, ნამდვილად იშვიათად თუ ნახავთ ეგეთ რაღაცას, მაგრამ შეიძლება რაღაცა კონკრეტული ილეთი აქვს გადასვლა მეორე მხარეს, იმიტომ რომ ძირითადად საიდ კონტროლიდან კიდე მუშაობა გიწევს, რომ სხვა პოზიციებამდე მიხვიდე ხოლმე ჯიუ-ჯიტსუში. მაგრამ მოასწრო ლაშამ გამოძრომა საიდ კონტროლიდან. სულ 10 წამში ლაშამ მოახერხა რომ თავი დაეღწია ამ
პოზიციიდან. ნაკლებში უნდა გააღწიოს თავი ნიკამ. შეიძლება ეს იყოს სტრატეგია, რომ საით კონტროლიდან თვითონ უფრო მალე აპირებს რომ გაიქცეს. აბა გავარკვიოთ თუ რა დროში გამოვიდა ნიკა შერვაშიძე. სულ რაღაც 9 წამით აჯობა ნიკამ 9 წამი და 0.40 9 წამში გამოვიდა კაროჩ 9.5 წამში. ხო 9 წამი არ ითვლება? ნიკას უნდა რომ ჩაითვალოს, თუმცა საბა სასტიკი რეფერია. 9 წამის დედაც როცა აღდენი ხალხი სანახაობას ელოდება ნიკა. მესამე დამატებითი რაუნდი. მოიდა! თუმცა მართალი ხარ ალბათ ნიკას მიზანი იყო რომ საიკონტროლიდან გაეკონტროლებინა ვიდრე თქო სამიშენი და დროით მოიგო, თუმცა მაინც მოახერხა ლაშამ სწრაფად წამოდგომა. ლაშამ მაუნთი აირჩია. მაუნთი აირჩია ლაშამ რაც მარტივად გამოვიდა. უარ გაიჩერებინა, იყო კიდევაც თეთრი ხუკი. 3 წამში და 15 მეასედ წამში გამოვიდა ნიკა ამ პოზიციიდან. ლაშა თუ დააღწევს რაღაც ელვისებრის ისტრაფეებია და 9 წამიც ხო არ ჩავთვალ. დაიწყო. მე მგონი უკვე всё. 3 წამს გადაცდა. 4 წამში გამოაღწია ლაშა. მე მეტ შანსს აღარ მისცემს შერვაში. ეს რაღაც სავარაუდოდ არა. სერიოზული ამ ხელა ხალხისთვის მით უმეტეს ასეთ ტემპში ჭიდაობა 100-ზე მეტი კილოა ყოველივე. აპლოდისმენტებს იმსახურებს. ხოლო ნიკამ სულ რაღაც 1 წამის უპირატესობით ეს მეჩაპი გაიმარჯვა. ნიკა შერვაშიძე. სანამ ნიკასთან მივალ, მე ლაშას მინდა ვკითხო. ლაშა უპირველეს ყოვლისა ძალიან მაგარი პერფორმენსი იყო, მინდა გითხრა. მე დავიწყებია თურმე თუ რა მაგრა ჭიდაობს შენ, იმიტომ რომ ბოლო 2 წელია შენს მუშტიკრილს უყურებდი მხოლოდ და დიდი ხანია შენ ჭიდაობა არ მინახია. ჭიდაობაშიც აშკარად გეტყობა პროგრესი, არა მარტო ფიზიკურობაში, არამედ ტექნიკურ შესრულებაში და შენ როგორ შეაფასებ შენს პერფორმანსს? ემზადებოდი თუ არა ჭიდაობაში, იმიტომ რომ ვიცი რომ მუშტიკრილში გაქვს ძირითადად აქცენტი გაკეთებული და რამდენად ასე ვთქვათ გესიამოვნა დღევანდელი შერკინება. ყველას მოგესალმებით, ძალიან მაგარი საღამო არის. ჩვენ ყველანი ერთი პატარა ოჯახი ვართ, თუ დაუფიქსდებით. მე ვგრძნობ თქვენ მხარდაჭერას, ოდესაც გამოვდივარ MMA-ში, ბერნაკლში და დიდი მადლობა გამას, რომ მაგ შესაძლებლობა რომ გამოვიდე არენაზე, ვიჭიდაო, ვიჩხუბო. მე ვჩხუბობ თითქმის ყოველ თვე მუშტიკრილს. უბრალოდ ვარ კარგ ფორმაში, მაგრამ გრეპლინგისთვის არ მიყვარს ახლა თქმა რომ არ ვემზად. მე კარგ ფორმაში ვარ, მაგრამ კონკრეტულად კარგ ფორმაში ვარ, რადგან ვჩხუბობდი მუშტიკრილს. ფიქრობ რომ ეს 1 წუთი მე შემიძლია გამოვასწორო. წამი ლაშა, წამი. 1 წამი მე შემიძლია გამოვასწორო. არის რაღაც მომენტები, არაფერს არ ვიტყვი, ნიკამ დღეს გაიმარჯვა, კარგი ბიჭია, ლაშა დაბრუნდება და გამარჯვებას წაიღებს აუცილებლად, მოემზადება. ყველას დიდი მადლობა. ლაშა, შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, რომ სულ რაღაც 2 კვირაში შენ ცოტა გადაწყობილ უკვე ოქტაგონზე იჩხუბებ MMA-ის წესები.
დიდი მადლობა, აი ძალიან მომწონს რაღაცნაირად, აი როგორ გითხრათ, მანდრაჟის არმა გამოვდივარ, რო ვაჩვენო კარგი შოუ. და ჩემთვის ეს გამოცდილება არის. მე არ მეშინია წაგების, ვინ რას იტყვის. მე ვიცი რომ მე ვაგროვებ გამოცდილებას იმისთვის რომ გავხდე საუკეთესო. უმაგრესი ოქტაგონი არის. ნელ-ნელა დავამუღა მე როგორ უნდა ვიხმარო. ფეხების დაცვით, კისრის დაცვით. ძალიან მაგარი მოწინააღმდეგე არის. 10 დღის წინ ვიჩხუბე მუშტიკრივი, 14 დღეში კიდე MMA-ში მელოდება ბრძოლა. და ყველას გეპატიჟებით გამა MMA-ზე. შესანიშნავი, ლაშა როინიშვილი მეგობრებო. ნიკა, გილოცავ გამარჯვებას. იმედია არ გვიწყინე ნახევარი წამი რო არ ჩაგითვალეთ, თუმცა მენაშუაში ვარ, საბასთან გაარკვიე. სხვათა შორის ეგეთ ჭიდაობს როგორც გამიგია. შეიძლება შემდეგი მეჩაპი შენ და საბას გაეკეთოთ. სხვა მსაჯს თუ ვიპოვით. რა სიტყვი ზოგადად დღევანდელ პერფორმენსზე რამდენად კმაყოფილი ხარ შენი თავით და როგორ შეაფასებ ლაშას ფორმას მით უმეტეს იმით გათვალისწინებით რომ ძირითადი აქცენტი სტრაიკინგზეა გაკეთებული. გამარჯობათ, მოგესალმებით, დიდი მადლობა ვინც მობრძანდით ყველა გულშემატკივრობისთვის. რაც შეეხება ლაშას რატოღაც ყველას გონია რომ სტრაიკერი არა და გრებლინგით დაიწყო თავიდან. და ზოგადად ფიზიკური მონაცემები ახლა რო აქვს ეს აშკარა არის. მე მინდოდა აქ რო გამოვდიოდი, ზოგადად უკვე ნათქვამია რომ 1 წელი არ გამოვსულ ვარ ოპერაციის შემდეგ და აქ რო გამოვედი, მინდოდა ეს მთლიანად მეჭიდავა, მთლიანად ეს სრული დრო და მადლობა, ზედმეტად მოჭიდავა. ხო, რაც შეეხება ოქტაგონს, პირველად ცხოვრებაში, რა ქვია მას ოქტაგონი ხო არა? Fight beat. პირველად გამოვდივარ ასეთ რაღაცაში, ძალიან სასიამოვნო იყო ზემოდან, ასე ვთქვათ, მოუარო, მოწინააღმდეგეს ზურგის უკან აღმოჩნდე. პირველად ვაკეთებ ამას. ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრობის ყველაფრისთვის, ლაშას დიდი მადლობა სუხთი, თუმცა ძალიან მოკლე შეტყობინება იყო, ძალიან მოკლე. ერთი კვირაც არ იყო მე მგონი, მაგრამ მაინც ძალიან დიდი მადლობა და გამას, რა თქმა უნდა. აქეთ მადლობა ნიკა თქვენ ასეთი სანახაობისთვის და ცალკე ყურადღება მინდოდა დამეთმო შენ, ასე ვთქვათ, მე მომზადებული გქონდა თუ არა ეს უცბად სამი სპაიდერმენი გაიჩნდა ჩვენს ოქტაგონზე, რაღაც მომენტში ვიფიქრე რომ გადმოვარდება, რა შვება. ძალით არ გადააგდონ ერთმანეთი, მაგაზე ნერვიულობდი, ამას რო აკეთებდი და თვითონ კაცი თუ გადახტებოდა, ვერც ვიფიქრებდი და ჩაფიქრებული ქონდა თუ ექსპრომტამ მოგივიდა ეს აზრი. როცა რაღაცას ჩავიფიქრებ, პირიქით არ გამომდის საერთოდ არაფერი. და ექსპრომტამ კარგად გამომდის. ცხოვრებაში არა მაგ გამოცდილება, არც გუშინ შევსულ ვარ აქ. ასე გამომივიდა. მადლობა. ძალიან მაგარი იყო. კაი იყო. მე მგონი შესანიშნავი პერფორმანსი იყო. კარგი სანახაობა. დიდი მადლობა ნიკა, გილოცავთ გამარჯვებას. გამაოფლიანა. მეგობრებო, თქვენ დიდი მადლობა მობრძანებისთვის, უღრმესი მადლობა სპორტსმენებს მონაწილეობისთვის, მსაჯებს მსაჯობისთვის და ჩვენ აქ Fight Pit-ზე ერთ თვეში კიდევ ერთხელ შევხვდებით ერთმანეთს და გამოვავლენთ თუ ვინაა შემდეგი ორი პრეტენდენტი გუნდი იმაზე რომ დაერქვას ყველაზე სასტიკი მოჭიდავე გუნდი საქართველოში. გელით, ვისაც გინდათ, რეკვესტებს ველით, ვაგროვებთ სასტიკ ხალხს მგამაში, ყველა საბრძოლო სპორტის სახეობაში. მაშასე, გამაგრეპლინგი იყო, მეგობრებო, და ეს მხოლოდ დასაწყისია. დაწერეთ კომენტარებში, გაგიხარდათ თუ არა დაბრუნება, თუ უმეტესობა მაინც დღემდე ფიქრობ, რომ გრეპლინგის ყურება, სვარკის ყურება ჯობია. მე მაგრამ ისწორდება, რაც არ უნდა თქვათ, და გრეპლინგი გაგრძელდება. ჰეი, ხოლო შემდეგ კვირას ჩვენ კი მუშტიკრივში შევხვდებით Prison Break და კიდე ერთ კვირაში MMA-ის წესებით წავაყრით ერთმანეთს. ამიტომ თვალი არ დაახამხამო, ბიჭო.